იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველდღე. ადექი, გაისარჯე, იქეთ მიდეგ, აქეთ მოდეგ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორე მიცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზდა ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოზგუდან ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს. ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარგითო, უთხრა ნაცარქექიამ. ვეცდები რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც უშველებელი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაიწყო წყალს ხრება. დაინახა ნაცარქექიამ და გასძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასოლება მეზარება. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაულია და ეს ჭინჭრაკა რის პატრონია, ამას რომ მიბედავსო და გამოსძახა. ვინა ხარ? რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო? ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაც გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს. აი შე, ქინქლავ შენა, ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი ვინცა ვარ, მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, ხაბირიკა არ გაგიგონია, ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი, მე სწორედ ისა ვარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო ზეცა შევტყორცნი და ნაცარმტვრად ვაქცეო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივე მხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხოვული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო? აბა ახლა სირბილში გამოცადოთ ერთმანეთი, გასძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერა ადინა. რიყის ქვებსან რა მტვერი აუვიდოდა? ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნყუნდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი. ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო ჰაბირიკავ, ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო, ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო? მსუბუქიო? გადაიხარხარა ნაცარქექიამ. შენ რომ ჩემი სინძიმის ამბავი იცოდე,
მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რა კი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერივარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესყნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა. აბა აზძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგოო. ღმერთო მწყალობელო, აბა ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ ბრიხვსა და ავყიას ენა დავამოკლებინოო. აზძახაცისკენ ნაცარქექიამ. ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე უთხარი ღმერთს ისევ აქციოს, თორემ მეტისატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტის მეტად მძიმე ყოფილხარო. უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეთში. ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა: თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. დევი წავიდა. ხმიად ცალი გვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეც ძვრას ვერ უშვება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა: რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? შეუტია ნაცარქექიამ. ცოტათი მუცელი წამომტკინდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ. მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალება, ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. ურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მან რას აკეთებო? ჰკითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს წკეპლა უნდა გამოვიყო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთა ცხვირის დაცემინებაო. ღმერთო, ეს ვინა ყოფილა? გაოცთა დევი. ამოდენა თავხე, მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადაურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა. ნაცარქექია ძალიან კეთილი კაცი იყო, ამიტომ მთელი სიმდიდრე სოფელში წაიღო და მოსახლეობას დაურიგა. თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა.